რეკლამა დასრულდა, საუბრობთ. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ისე არის მოწყობილი და ისე ვითარდება ეხლა, რომ ეხლა მშვიდობა აწყობს ბევრს. აწყობს, იმიტომ რომ მაგალითად ტრამპმა თავისას მიაღწია ტრამპისთვის მთავარი ინტერესი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამას ყოველგვარი კი არ მკიცხავ ამის გამო. მორალური პიედესტალიდან არ ვლაპარაკობ. ტრამპის თავი არის ფული, ხო? და ტრამპმა მიაღწია იმას, რომ უკრაინას დაწყალი რაც აქვს დარჩენილი რუსებმა რაც არ წაიღეს, ის ინფრასტრუქტურა და საბადოები მისია. ევროპას შეტენა 5%-იანი წილი ბრუნვიდან იარაღის შესყიდვის ამბავში და ეს იარაღი, ეს ფული მივა ამერიკაში. ნატოს ამერიკაში მივა ეს ფული, ქარხნები ამერიკაშია და ინგლისი და გერმანია მით უმეტეს თუ 5% უნდა გადაიხადონ. მან თავი პრობლემა რა არის, იცი მეგობრებო? საბაზრო ეკონომიკა არ აღმოჩნდა ომისთვის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს იარაღის ქარხანა, რატო? შენ რო უკვეთავ რაღაცას, კერძო მეპატრონეს, ის გეკითხება, რომ რამდენი ხანი გასტანს ეს ზაკაზი. ანუ მოდი რა, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იმან უნდა ხალხი მოამზადოს, შეუკვეთოს, დაზგა და ასე შემდეგ და შენ რო ვერ გასცემ პასუხს, ვერ ეუბნები, რომ ეს ის იქნება. ვერც მაგას ვერ ეუბნები, მიხვდი? იმიტომ რომ მიჩვეული ხარ, რომ არ ამზადებ იარაღს რა, ომით არ გვარდება და მოლაპარაკებით. ამიტომ კერძო ხელში რო არის იარაღის წარმოება, ეს არის პრობლემა. პრობლემა ყოფილა ძალიან დიდი. როცა სახელმწიფო ეკონომიკა არის, სამხედრო ეკონომიკა, მაშინ იოლია, იმიტომ რომ უბერავს რა, როგორც რუსეთი, როგორც ჩინეთი. სწორედ ამერიკამაც იცის, რომ დაამზადოს, სადღაც გასაღებას მაინც პოვებს ეგ იარაღი. კარგი, ეხლა ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შეიცვლება სამყარო, დამშვიდდება, დამშვიდდება როგორ შედარებით. და დარჩება ეს პატარ-პატარა ამბები, აგერ მე არ მომწონს ზანგეზურის ამბავი და ისიც არ მომწონს, რომ ჯარის კონცენტრაცია ხდება აგერ ყურისძირში ხალხო. ირანიც და აზერბაიჯანიც ერთმანეთთან რაღაც სამხედრო მუქარის ენაზე იწყებენ ლაპარაკს. არ არის ეს კარგი და ბევრი რამე არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ხელისუფლებაზე არა, ხალხსაც და ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. რა შეიძლება მოხდეს, ეს პროგნოზით მივიცეთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს რეგიონში შეიძლება მოხდეს ყველაფერი. კი. ანუ ეგ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თუ სადმე ხდება სიგიჟეები, ჩვენი რეგიონი ამ ხრივ გამორჩეულია. ერთ-ერთი მოწინავეა. კი, მოწინავეა და სამაყოა იმითაც, რომ საქართველოს ამ რეგიონში ყველაზე ადეკვატური ამდენი ხანი შევიძელით და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც გაგიჟებული ცდილობს რომ რაღაც გავხვიონ რაღაც სიგიჟეებში და შარებში, ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ნუ ფაქტია რა, მე ხა გუშინ წინ ვნახე ერთი ქართველი ექსპერტი, სოროსის ფონდის რაღაც ექსპერტი გამოვიდა, რომ აი ხაო სომხეთიო, ხო რაო, საქართველოსო, წაართმევსო ევროპის მთავარი დასახდენის და ვიზიტით სად არის პაშინიანი? არა, ოღონდ. შალო, არა, შეხედე, მანდ არის ერთი დეტალი. ანუ სომხეთი დაიკავებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს საქართველოს. ანუ საქართველოს უკვე უნდა გქონდეს ფანტასტიკური ბენეფიტები ევროპიდან. ჩვენ შეგვიძლია დაუთმოთ სომხეთს მიუხედავად ღრმა მოწესებისა, თუ იმეს უნდა სომხებს, ჩვენ შეგვიძლია დაუთმოთ ადგილი რუსეთის მთავარი გამღიზიანებლის. შალვა. ფათაშორის. შეგვიძლია, მე არ ურჩევ. მაგრამ ჩემი საქმე არ არის. თუ სომეხი ხალხი გადაწყვიტავს, ჩვენ არ ვიქნებით. სამწუხაროდ ჩვენ ისტორიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გვაჯობონ ჩვენ და უკრაინელებს მიუახლოვდნენ არადეკვატურად. ხო, იმედია ეს მალე მორჩება, იმიტომ რომ ეს სხვა სომხებიც იცი, რომლებიც პროტესტს გამოკვეთავენ, მაგალითად ეკლესიასთან ასეთი მოქცევის გამო, ომში კაპიტულაციის გამო. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რა, რომელსაც საქართველოს ჩვენ არ ვითვალისწინებთ. იმისთვის, რომ ევროპას და ამერიკას ჩვენაერ ქვეყნებში კონდეს რაღაც სხვანაირი გავლენა, ამისთვის საჭიროა, რომ შენ უნდა იყო იმათი კულტურის შემადგენელი ნაწილი. სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მათი ნაწილი.
ანუ არიციან, ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის ქართველები ჩვენ არაფერი არ ვართ რა, მესმის ეს ძიმე გადასატანი შეიძლება იყოს ჩვენი NGO-ში. ვაფშე არ ფეხებზე მკიდია მე. და არც სამწუხარო არაფერი არ არის. მე მათთვის არ დაიჯერებენ ამას. არ დაიჯერებენ. მათ გქონიათ რომ ვაშინგტონში იძინებენ და იღვიძებენ ამათ ფიქრით. ანუ მე ატომ ყოფილი. იცი რა ხა ჩვენ რო გადავხედოთ რა, ანუ ყველაზე გიჟური და ყველაზე ზღაპრული დახმარებები ევროკავშირის შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჩვენს ადგილობრივ NGO-ებს აძლევდნენ ფულს, რომ ბინები ეყიდათ და რუსებზე გაიქერავებიათ. პირადად ვიცნობ ერთ ხუთკაც, რომელიც მართლა მაგის რომელიც ეხლა რუსების წინააღმდეგ გამოდის, რა თქმა უნდა. ოღონდ მე მეუბნებოდა რომ ისინი კარგად იხდიან, მაგრამ ეგოს მე პუტინს ვართმევ ფულს. კაია. არა, ერთ-ერთი ესეთი ადამიანი არის რუბლოვნას მამა. ოგი ხოშტარიანი რატო ეს ფული უნდა შესულიყო რუსეთის ბიუჯეტშიო ტანკი უნდა ეყიდათო და აგერ ახლა ჩემთან მოდისო ტანკს აი დააქცია ეს არის სამხედრო ბიუჯეტი აი იაფასიანი დემაგოგია რაც გამო ხო არა კაი ეს არის მაგალითი თავარი რა არის უნდა თუ არ უნდათ მრავალპოლუსიანი სამყარო უკვე სახეზე გვაქვს რა სახეზე გვაქვს და ეს საბოლოოდ ჩამოყალიბდება. უნდათ თუ არ უნდათ ის პერიოდი რაც შეერთებულ შტატებს ჰქონდა ცივი ომის შემდეგ უახლოეს მომავალში არ დასრულდება. უნდათ გვინდა ეგ ჩვენ თუ არ გვინდა სამწუხაროდ კონფლიქტები გარდაუვალია მთელ რიგ რეგიონებში და ჩვენ ვიხილავთ კიდევ უამრავ კონფლიქტს შეიძლება ეს ახლო აღმოსავლეთში იყოს შეიძლება კავკასიაშიც იყოს და ძიმე პერიოდია. მე რას ველი არჩევნების შემდეგ? არჩევნების შემდეგ მე ველი შემდეგ რაღაცას. რომ ეს ლიბერალური პროექტი საბოლოოდ ჩავარდება. იქ ჩვენთანაც. ჩვენთან გასაგებია კაცო. მეტი რა უნდა ჩავარდე. მეორე, ისე ხო მეტი რა უნდა ჩავარდე. მეორე, ნუ აი ვაფშე გასაზრებულები არიან. ნუ გაუქმება რა როგორც. არა, ეგ რა თქმა უნდა. პარტიების გაუქმება. მეორე, მე ველი რომ ამ ლოგიკიდან გამომდინარე მობილიზაცია, ანუ მობილიზაციის დონე გაიზრდება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმისთვის რომ შენ რაღაც ამ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში გაუძლო, შენ გჭირდება სახელმწიფოს და საზოგადოების სერიოზული მობილიზაცია, იმიტომ რომ ესე არ იქნება რომ ეხლა რაღაცა ჩვენ რაღაცებს ყურადღება არ მივაქცევთ. მოგვიწევს ბევრი საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინება და საჩვენოდ გამოყენება. მესამე, აი თუ კი რამე შეიძლება ერქვას ეროვნული მიზანი, ეროვნული ინტერესი, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. აი ეს არის ეროვნული მიზანი, ეს თქვი მახსოვს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გადაცემაში, როდესაც დაიწყო ეს კონფლიქტი და 3 წლის წინ, რამდენი ხანი გასულა? 3 წლის წინ. და ეს ეროვნული მიზანი უნდა იყოს ბოლომდე შესრულებული. სამდე ეს გეოპოლიტიკური რაღაც კატასტროფები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. და მე მჯერა და ეს ფაქტია, რომ უამრავი საზოგადოება, სახელმწიფო ამ სიტუაციაში ვერ გადარჩება. აი, ჩვენ კი ვამბობთ სირიას, მაგრამ სირია აღარ არსებობს. უკრაინა? უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აღარ არსებობს. მარტო ოკუპირებულზე არ არის საუბარი. და სამწუხაროდ სამწუხაროდ უამრავი ეთნიკური ჯგუფს ემუქრება გადაშენება, აი დრუზებთან იყო დაკავშირებული. უამრავ ეთნიკური ჯგუფს ემუქრება გადაშენება. არ შევნენ მფარველობაში დიდი ქვეყნის. და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ესეთი ეგზისტენციალური ამოცანები და ეხლა იმის დრო რომ ხოშტარია რასიძახის და რაღაცა პერფორმანსების დრო მე მგონი აღარ არის და ამიტომ მე ველი უფრო ცენტრალიზებულ, უფრო მობილიზებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება ამ გადარჩენაზე. მე ვხედავ ესე, რომ არჩევნების შემდეგ რამდენიმე წელი როგორც მახსოვს არ არის არჩევნები და რაღაცაზრით არის ლავირების სივრცე ერთის საგარეო მიმართულებით, უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმით ჩემი აზრით, იგივე რეგიონულ პოლიტიკაში, რაც გულისხმობს მშვიდობის შენარჩუნებას და ამ მშვიდობის გრძელვადიანი ხარისხის მინიჭებას, იგივე უნდა გაგრძელდეს აქ, იმიტომ კი ვამბობთ, რომ ლიბერალები დასუსტდნენ, მაგრამ არის მთელი რიგი სეგმენტები, რომელშიც მათი დომინაცია გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც პრობლემურია. იგივე განათლების სფერო ავიღოთ და კიდევ კულტურის სფერო და სხვა. კი, აქაც არის პოზიტიური ნიშნები და იმედია, რომ ეს გაგრძელდება, მაგრამ რაღაც აზრით აი ახალგაზრდებთან მუშაობა რაღაცნაირად აი ამ მიწოდება იმის რომ აი მაგალითად ანუ როდესაც სახელმწიფოსაც პოლიტიკა ვის ზრდი
ანუ არ უნდა იყოს რომ შენ ზდი ლიბერალს, უნდა იყოს რომ ზდი თქვათ ქართველს, რომელსაც აქ შეგნება, ხო, რომელიც პატივცემს როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს და პირველ რიგში საკუთარ თავს. ანუ ეს აი ამისი რაღაცნაირი სტრუქტურირებული პრაქტიკული გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ხდება რაღაცნაირად გადავადება იმისი, რომ აი თქვათ, აი გადავჭით და აი ხა ჩვენი ბრალი კი არ არის ეს, იმიტომ რომ მართლა ეგზისტენციური გამოწვევები გვიდგას და არა, განათლების სისტემა აუცილებელი. და ამიტომ ეს მგონია რომ რაღაც გრძელვადიანი სახე უნდა მიეცეს იმ მართლა მეთოდური დიდ მონაპოვარს, რაც აი ბოლო 3 წელიწადში სუვერენისტული ბრძოლებით მიაღწია სახელმწიფო. ახლა ესე მარტივად ვიტყვით ხოლმე რაღაცა აზერბაიჯანში სასონხეთში ომია, რაღაც ირანში. არა და სინამდვილეში რომ გაიაზრო, სად ხდება? რომ გავიაზროთ, ესენი არიან ჩვენი მეზობლები ხალხო. წარმოიდგინეთ, რომ თურქეთის გარდა დანარჩენი ყველა ჩვენი სამეზობლო ქვეყანაში არის ომი. ესენი არიან სამეზობლო კი რაღაც მოსაზღვრე ქვეყნები. ირანშიც აგერ ომი იყო ცოტა ხნის წინ და ირანს კიდე აქვს თქვათ რაღაცა პერსპექტივა, რომ რაღაც სამწუხაროდ დაძაბულობა, აგერ აზერბაიჯანის სომხეთის ანალოგიურად რაღაცა რთულ სიტუაციაშია. რუსეთი მოგეხსენებათ. არც პერსპექტივის გარეშე არ არის დარჩენილი, ჩემის აზრით, თურქეთი, იმიტომ რომ სერიოზული დაძაბულობაა, თქვათ, დღეს სირიასთან დაკავშირებით და ისრაელთან შეიძლება მოუწიოს, ხო? რა თქმა უნდა, ისრაელთანაც და ირანთან დაკავშირებითაც არამედ არ გამორიცხოს, როდესაც დერეფანზე დადგება აზერბაიჯანის ხარდამჭერი. რა თქმა უნდა, ავტომატურად შეიძლება ჩართული იყოს რაღაცა კონფლიქტში. სირიას უფრო მალე დაშლიან, ვიდრე უკრაინას. ეს სირია უკვე ჩათვალეთ, რომ არის დარი იყო უკვე 15 წელი, ხო? ჩრდილოეთი თურქეთს აქვს აღებული, აგერ არის გოლანის მაღლობები ისრაელისა და ცოტა ხანში აგერ ბუფერულ ზონას გაუკეთებენ, აგერ ახართ თქვენ და აგერ ვარ. სადღაც 100 კილომეტრიან ბუფერულ ზონას დრუზებთან დაკავშირებით აუცილებლად შეუქმნიან, მინიმუმ ავტონომიას გამოაცხადებენ და მაქსიმუმ ეს არის ისრაელის ტერიტორია, ეს არის ორჯერლორი. და აი ამ წარმოიდგინეთ ახლა რომ შენ სამეზობლოდ ეს ღობესთან 5 სახლია, რომელსაც ცეცხლი უკიდია და შენ აქ ეკონომიკა ვითარდება და ის ევროპა, რომელიც შენ გეუბნება რომ ცირა დემოკრატია და რაღაც საერთაშორისო კანონებით გელაპარაკება, ეს ყველაფერი არის საფარველი, ხო ამ ყველაფერმა ხო საერთაშორისო სამართალმაც, დემოკრატიამაც ზოგადად მათთან ყველაფერმა სიტყვა, მარტო აი რაღაცა სიტყვა თუ იყენებენ, თორე დანარჩენი აფრის მაქნისი აღარ არის, ხო? ამას საფარველად იყენებენ და ჩვენ გვატყუებენ, ვითომ რაღაცა ჩვენთან დემოკრატია უკან მიდის და ქვეყანა იქცევა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ერთი მინდა საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთი მაგალითი რა. ევროკავშირს აქვს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლით რო როგორ ქვეყნებთან რა, თქვათ ის. ლათინო ამერიკულ ქვეყნებთან. ლათინო ამერიკულ ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებთან, ემირატებთან. არა, ჯერ მოდი ლათინო ამერიკულ ქვეყნებში, სადაც არკო ბარონები, ადამიანის, ფილმებში თუ რამე გვინახავ. იგივეა. ფილმებში რასაც უყურებთ, ის ხდება. იქ არის უვიზო მიმოსვლა და იქ დემოკრატიის ხარისხი რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. არა. ბრუნეი არის მაგალითად აზიის ქვეყანა. ჯვანკაი სულთანი ყავს კაცო. ბრუნეიში შარიათის კანონებით ასამართლებენ, კაცო ხალხს. კი, კაცო. ჩვეულებრივად, იქა არჩევნები არ არის, არაფერი არ არის. უვიზო მიმოსვლა აქვს იმას ევროკავშირს. დაუკავშირეს არჩევნებს ჩვენთან. შეწყვეტა და იქ ვაფშე არ არის. იქ ეგეთი რაღაცები არ ხდება და ერთი კაცი არის, რომელიც ახლა დაარტყავს და მორჩა. ამას სიკვდილი იმას ჩამოხჩობა. იქ დემოკრატია ყვავის. იმერის იქ ყველაფერი კარგად არის. ხო და მაგაში ესა იქ ყველაფერი კარგად არის. და იცი რა საქმე რა არის, იცი რომ და ჩვენ გვეუბნებიან, ჩვენ რომ თურმე დემოკრატიის ხარისხი რო არ გივარგათ, ამის გამო ჩვენ უნდა შეგიჩეროთ უვიზო მიმოსვლა და ცოტა ხნის წინ კიდე გვეუბნებოდნენ რომ ეს უვიზო მიმოსვლა კაცო ხელისუფლების დამსახურება კი არ არის ესო ხალხის დამსახურებაო ხალხისო დღეს თურმე აღარ არის ხალხის დამსახურება ეხა ხალხს უნდა გაუჩერო აღარა ხალხი ნუ ჩაიარა ანუ კიდევ ერთხელ დავწმუნდით ხო კიდევ ერთხელ დავწმუნდით რომ ხალხი არავის არ აინტერესებს კაცო ეს ჩვენი ცოდვიშვილები რო არიან კიდე და რომ რაღაც საზოგადოებას ვეუბნებიან რომ როგორც კი უვიზო მიმოსვლა შეწყდება და იქცევა ქვეყანა. თუ კი, მაგრამ ამათ ხელისუფლების დროს უვიზო მიმოსვლა არ იყო
და რო გვეუბნებიან რომ ქვეყანაო მაშინ ყვაოდაო როგორ იყო ეგ საქმე მაგაზე ერთი რაღაცა ვიღაცამ ხო შეიძლება პასუხი გაცეს თუ მაშინ ყვაოდა ქვეყანა უვიზო მიმოსვლის გარეშე ეხლა რაღაცა შეიძლება დაიქცეს კაცო თუ უვიზო მიმოსვლა არ იქნება ანუ საერთოდ აჭრილები არიან ერთი მხარეს ევროკავშირიც და აქ მათი ამფსონებიც არ აქვია ხელის ბიჭები ვინც არიან და ხელის ბიჭები და ხო ხელის ბიჭები და გოგოები ანუ საბოლოო ჯამში როგორ არის იცი რომ რაღაცა ადამიანი ცდილობს რომ ანალიზი გააკეთო რა უდევთ თავში და საბოლოოდ მივდივართ სადამდე იცი რომ კიდევ და მილიონჯერ გავიმეორებს რომ არ გვთვლიან ადამიანებად ჩვეულებრივად ადამიანად არ გვთვლიან როდესაც აი თუნდაც აი ამ პატარა ფაქტების მილიონი ფაქტია ხო აი ამ ფაქტების ანალიზს გააკეთებ და ადამიანი ვერ მიხვდები რომ იქიდან მასხარად გიგდებენ გატყუებენ ადამიანს არ გვთვლიან და შენ ამ ყველაფერს ტას უკრავ იქიდან კიდე გამალებით გიმტკიცებენ რომ ესეა ხო ეს იმას ნიშნავს სხვა რა ანალიზი უნდა გააკეთო ეხლა რამდენჯერ უნდა გითხრას მაკრონმა ხო გითხრა კაცო ეს მართლა გიყვარვარ თუ კიდე ვარ რო არის ცნობილი გამონათქვამი არა ხართ ჰა ო ამბავე რომ მე ასეჯერ ვეკითხება გიყვარვარ თუ კიდე ვარ და ის პასუხს რო აქცევს რამდენჯერ უნდა გითხრას რომ არა ვართ ევროპა გითხრა კონკრეტულად კაცმა მაკრონმა გითხრა ბორელმა აი ხო ბორელმა ხო გითხრა ევროპა არის ედემი და სხვაგან არის ჯუნგლები და ეგრე გონიათ მეტი როგორ გაგითხარ ეს სიგიჟე ხო არის მართლა გიყვარს მე ეკლესიასთან მიმართებაში ხო შეიძლება დააკეთოს კი რა თქმა უნდა კაცო გარკვევით სპეციალურად გარკვევით გითხრას ხო მაგაზე უარესებსაც გვეუბნებიან კაცო კი აბა დავაკვირდეთ ახლა საქართველოში როდესაც იყო მაგათი გავლენები ეკლესიასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ და ვერ მოერივნენ ეს ერთი უკრაინაში რას გააკეთეს მაგათი გავლენების პირობებში კი ვხედავთ აგერ რა სასწაულები ხდება როგორც კი მაშინ სომხეთში ჩავიდნენ დაიწყეს სომხეთში მუშაობა რომ აი იმასთან დაკავშირებით თქვენ ევროკავშირთან ძალიან ეგრევე დაარტყა გადავირიეთ და გადმოვირიეთ მანამდე დაწყებული იყო მუშაობა ეგრევე რაც ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით კი ვხედავთ ხო ანუ ძალა სომხეთშიც რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ეკლესია სომხეთში მართლმადიდებლური არა ისა ხო გრიგორიანელები არიან ხო და შესაბამისად ამ ქრისტიანებს საიდანაც ხანაკედან მოუვლიან როგორმე მათი გავლენა შეასუსტონ და შეამცირონ იმიტომ რომ საზოგადოებას ჩვენთანაც ხო ხედავენ ჩვენთან ძალიან კარგად ხედავენ რომ ეკლესიაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რაღაც. ხო და უტყავენ ამ. საზოგადოებისთვის არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი. შესაბამისად ამ ყველაფერს უტყავენ, აბა სხვანაირად ვეღარ გვატყუებენ. ხო არა, რა თქმა უნდა არის მუშაობს კაცო, აზრი არა. აბა LGBT თემის წარმომადგენელი დაეჭირა ფაშინიანს თუ იყოდნენ, რომ ასე ახლოს არასდროს ყოფილა ისე რა ქვია, სასომხეთი და ევროკავშირიო, ხო? სხვათა შორის ურსულამ თქვა თუ ვიღაცა ევროჩინოვნიკმა, რომ უკრაინაში დემოკრატისთვის შავი დღე გათენდაო და ეგ მეცნობს ეს ფრაზები. ხო, კი ბატონო. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება და ისედაც კარგად არის ყველაფერი. ეს საზოგადოების აღარაფერს აღარ ნიშნავს. არის საკუარები რა. რა თქმა უნდა, როდესაც შენი ეკონომიკა ვითარდება, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთ აზრზეა, ერთ თქუაზეა, მაშინ ვერავინ და ვერაფერი ვერ მოგერევა. რა თქმა ამას მე მგონი კმაყოფილები დიდი ანალიტიკოსობით ძალიან მოგაწყეთ თავს ჩვენი არ ყოფნით, ანუ დაბრუნდებით მალე. მანამდე ისე ამუნებთ ზაფხულით და ისე ამუნებთ დასვენებით ჩვენ გემშვიდობებით ახალ სეზონად.